აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 12 მებრძოლის ნეშტი ოჯახებს გადაეცა. მათ შორის იყო საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის მკვიდრი დავით ბიჭაშვილი. მებრძოლთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა, რომელსაც დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად ქვეყნის პირველი პირებიც ესწრებოდნენ. დავით ბიჭაშვილის ცხედარი წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან საჩხერეში გადაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი გარდაცვლილის ოჯახში გაიმართა. მებრძოლი ქორეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში გადაასვენეს, სადაც გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი აღევლინა. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, როცა ადამიანი იღუპება, მაგრამ მეორე მხრივ ალბათ არის კიდევ რაღაც, რაც მათ ამართლებს, ეს არის მათი ვაჟკაცობა და მათი გმირობა, რაც მათ თავის დროზე ჩაიდინეს და ეს მაგალითია მომავალი თაობებისთვის და მათი სახელი ალბათ უკრავი იქნება და არასოდეს არ დაივიწყებს. საქართველოს და ქართველი ხალხი მათ სახელებს არ დაივიწყებს. დავით ბიჭაშვილი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მისი ომში წასვლის შესახებ არაფერი იცოდნენ. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა პატრიოტული განზრახვა მხოლოდ მეგობრებს გაუმხილა. დავითი იყო სტუდენტი, სწავლობდა სასოფლო უნივერსიტეტში და ამავდროულად მუშაობდა სამხედრო პოლიციაში. ორჯერ იყო უკვე იმ სამამულო ომში ნამყოფი. აფხაზეთის ომში და უკვე ისა ოჯახის წევრებმა არავინ არ ვიცოდით თუ იყო ომში ნამყოფი, მარტო იცოდა ძმამ და ბიძაშვილებმა. ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ ცოცხალი იქნებოდა, იმიტომ რომ საფლავი არ ჰქონდა დავითს. შეხვედრა თბილისში ვიყავით ერთად, თბილისში ნახეთ ერთად ჩვენ საქმე ჰქონდა, სამხედრო პოლიციას თავისი დავალებები ჰქონდა და წავიდნენ ომში, წავიდნენ. და მეორე დღეს გავიგეთ, რომ სამალია დრონა დაიწყო აფეთქება და ეგ არის, მეტი არაფერი. სხვა ინფორმაცია არ იყო, ვიცით რომ დაღუპული უტყუარი ინფორმაცია იყო, რომ სამსახურში მოვიდა, თავდაცვითად მოვიდა ყველაფერი საკუთრება. ომში დაღუპულ მებრძოლს პოლკოვნიკ ბესი ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ჯარისკაცებმა სამხედრო პატივი მიაგეს. დაკრძალვას მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე მეუღლესთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები, ასევე გარდაცვლილის ახლობლები და თანასოფლელები დაესწრნენ. დავით ბიჭაშვილი საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დღეს წუხარება და ამავე დროს ბედნიერებაა ჩვენ სოფელში, რადგანაც ჩვენი სკოლის აღზრდილის გამორჩეული პიროვნების ნეშტი უბრუნდება მშობლიურ მიწას. გლოვობს მთლიანად მთელი სოფელი. რა თქმა უნდა, მე მისი მასწავლებელიც გამორჩეულად ტკივილიანია დღეს შემთვის ეს დღე. საერთაშორისო წითელი ჯვრის მონაწილეობით შესაძლებელი გახდა გვამის იდენტიფიცირება და დასტურდა, რომ ეს გვამი ეკუთვნის დავით ბიჭაშვილს საჩხერეში მცხოვრებს მებრძოლს, რომელმაც პირნათლად მოიხადა თავისი მხედრული ვალი ჩვენი ქვეყნის ერის საზოგადოების წინაშე. მე ამაყივა, რომ ესეთი ადამიანები იზრდებიან საჩხერეში და იზრდებოდნენ. მისასალმებელია, როდესაც ამ ცერემონიალს ამდენი ხალხი ესწრება. ეს კიდევ იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ქართველი ხალხი არ ივიწყებს თავისი გმირების ხსოვნას. 12 მებრძოლის ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენება და ცხადრების იდენტიფიცირება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ორგანიზაციის დახმარებით 1992-93 წლებში აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 172 პირის ნეშტი იქნა მოძიებული. ყველა ხარჯებს აკეთებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და მონაწილეობს მაშინ მთავრობას, ჩვენთან არის 14 საჩხერე ჭიათურაში უგზო-უკვლოდ დაკარგული, 8 არის საჩხერის, 7 ჭიათურის. ეს კვლევა ჩვენ ჩავატარეთ წითელი ჯვრის კომიტეტთან ერთად და ველოდებით, რომ ყველა ნეშტი იქნება ამოცნობელი. ისე საქართველოში სულ 162 ნეშტია გადმოსასვენებელი და 91 ამოცნობილია აი ამ დღევანდელი 12 ნეშტის ჩათვლით და დანარჩენები ისიც გრძელდება. საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 208 ცხედრის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.